ბრუნდებით პირდაპირ ეთერში 14 ნოემბერია 10:11 წუთი პარასკევი დღე განვაგრძობთ პოლიტიკურ დილას ფორმულაზე. ნიკო მანაგაძეა ჩვენთან ერთად სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის დამფუძნებელი. ნიკო, დილამშვიდობის. მადლობა დიდი რომ ხარ ჩვენთან ერთად. ნიკო, როგორ უყურებ აი ახლა პროტესტის ამ მომენტს და ამ დინამიკას, რაც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე მათ შორის, მთელი იმ გარემოებების გათვალისწინებით, რასაც ოცნება უპირებს რომ პოლიტიკოსებს გაუკეთოს და პოლიტიკურ პარტიებს. მიუსალმები ფორმულა სტილის ეთერის მაყურებელს, ხო ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ბოლო დროის განმავლობაში, რომ მე მგონია რომ რაღაცნაირი პროცესი არის ჩიხში შესული, მათ შორის ქუჩაშიც იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რაღაცა სხვა ტიპის აქტიურ გამოვლენებს ხედავთ მას შემდეგ, რაც საპროტესტო რაღაცა ფორმის რეალიზების საშუალება, რაც იყო აქამდე ცენტრალური თბილისის მთავარი გამზირის გადაკეტვა, ასე ვთქვათ, შეუზღუდა რეჟიმმა აქციის მონაწილეებს, ხედავთ დამატებით განვითარების ფორმებს, თუმცა ამასაც არ გონია, რომ დიდი ხნით ამის გაგრძელება შესაძლებელი იყოს, ამიტომ ჩემი პოზიცია სამთხრის შემდგომ არის მუდმივად ცვალებადი იმასთან დაკავშირებით, რა გზით უნდა წასულიყო მათ შორის ეს საპროტესტო მოძრაობა, ან ზოგადად პოლიტიკური პროცესი ჩვენს მხარეს და რა ტიპის დღესასრიგი უნდა შევექმნა, იმიტომ რომ განსხვავებული არის მუდმივად მოცემულობა, ხო, გაზაფხულზე მაგალითად როცა აი თავისი შინაარსით იმ გამჭვირვალობის ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონთან შედარებით 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მძაფრი შინაარსის დიქტატორულ ავტოკრატიული ხასიათის კანონებს იღებდნენ, მაშინ ჩემი პოზიცია იყო, რომ აი ეს წინააღმდეგობის ეფექტი უნდა ეხსნოთ მათ დღის განმავლობაში რეჟიმის წარმომადგენლებს ამ პროცესში. შემდგომ საფულში ვფიქრობდი, იმ ჩემი აზრით საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებდა პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, რომ შესულიყო 4 ოქტომბრის ივანიშვილის პირად თამაში და მასკარადში, რომ შესაძლებელი იყო ჯერ კიდევ ამ რესურსების გაერთიანება და მეტი ინტერაქცია, მეტი კომუნიკაცია ადამიანებთან, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით და ეს საპროტესტო მოძრაობა გაშლილიყო, მათ შორის ფინანსური თუ ადამიანური თუ ორგანიზაციული რესურსები გაერთიანებულიყო და სულ სხვა ფორმა მიიღო, მეტად უფრო მუშაობაზე ორიენტირებული ყოფილიყო, მეთოდურად მუშაობაზე, როგორც უყვარს ხოლმე პრემიერად წოდებულს ამის თქმა. შემდგომ იყო 4 ოქტომბრის მოვლენები, წარუმატებლობა რაღაც მხრივ, მაგრამ მე ჩემთვის მთავარი რაც 4 ოქტომბრიდან დამრჩა, ასე ვთქვათ, მეხსიერებაში და რაც კოლექტიურ მეხსიერებაში უნდა დაილექო ჩემი აზრით 4 ოქტომბრიდან მთავარი ფაქტი, რაც არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური პროცესი არ დაწყებულა და მოხდა ის, რაც მოხდა, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა გეგმა სულ სხვა მიმართულებით წავიდა პროცესი და ამასთან დაკავშირებით, როგორც კი ექნებათ შესაძლებლობა პატიმრობაში და სრულ იზოლაციაში მყოფ ორგანიზატორებს ისაუბრებენ დეტალურად და ყველა შეკითხვას მე ვფიქრობ, რომ გასცემენ პასუხს აქედან მოვიკითხავ მათაც და ყველას, ვინც 4 ოქტომბრის შემდგომ ტყვედ აიყვანა რეჟიმმა და მთავარი, ხო, რაც 4 ოქტომბრიდან დაგვრჩა არის, რომ ეს ამდენი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა უბრალოდ რაღაც შეკრებაზე, რომელმაც შემდგომ რაღაც სხვა ფორმა და შინაარსი მიიღო თავიდანვე გააზრებულად თბილისის ქუჩებში 10,000-ობით თუ 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა რევოლუციურ შეკრებაზე, რაც იყო იმის ცხადი დადასტურება ქართული საზოგადოების მხრიდან, აი საპროტესტო ელექტორატის მხრიდან, რომელიც არჩევნებზე არ წავიდა, რომ დიახ, ერთადერთ ცვლილების საშუალებას ის ხედავს ამ რეჟიმისას რევოლუციას, იმიტომ რომ მათ შორის 4 ოქტომბერმა და 4 ოქტომბერს დამდგარმა, აი ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე დამდგარმა შედეგმაც, რაზეც ნაკლებად არის ხოლმე საუბარი ბოლო თვენახევრის განმავლობაში, მათ შორის მედიაშიც აჩვენა ის, რომ ხო ამ ფორმით საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში გაუქმებულია არჩევნები,
ქართულმა ოცნებამ დაიწერა 1,110,000 ხმა პრაქტიკულად იმდენივე, რამდენიც წინა 2024 წლის კონკურენტულ არჩევნებზე, რომელიც ორმხრივად ცხადდებოდა რეფერენდუმის და განსაკუთრებული ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნებად და ხო არანაირ ლოგიკაში არ ჩდება ხო მათ შორის ქართული ოცნების ამორჩევლისთვისაც, რომ ამ რაღაცა ერთპარტიულ არჩევნებშიც კი ისევე აწყდებოდა იმავე რაოდენობით ამორჩეული მართველი გუნდის, რამდენიც წინა კონკურენტულ არჩევნებში. ეს არის ჩემთვის ცხადი ინდიკატორი იმისა, რომ ივანიშვილს უკვე აქვს საკმარისად ინსტრუმენტები ხელში იმისა, რომ ნებისმიერ არჩევნებზე მინიმუმ აი ამ რაოდენობის 1,110,000 ხმა ყოველთვის აი ესე ჩვეულებრივად დაიწეროს. ამის შესაბამისი ინსტრუმენტები აქვს შექმნილი. შესაბამისად ხო, ამიტომ ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად აზრდაკარგული არის რაიმე ტიპის ელექტორალურ პროცესში ივანიშვილის დამარცხებაზე საუბარი და ვინც ამაზე საუბრობს, ჩემი აზრით, ან უბრალოდ რეჟიმთან პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ტიპის კოლაბორაციაში და გარიგებაში არის შესული, ან აბსოლუტურად პოლიტიკური და მენტალური რაღაც არაადეკვატურობის გამოვლენა არის ჩემი ხედვით. ნიკო, როგორ უყურებ აი თვითონ რეჟიმის შიგნით მიმდინარე პროცესს, ხო? მიდის რაღაცნაირად გადახალისება, გადასხვაფერება, ბევრი ამბობს, რომ ეს არსებითად სხვა პოლიტიკურ პარტიადაც კი გარდაიქმნაო ქართული ოცნება, რაც ადრე იყო, ხო? არ ვიცი, ხა შეიძლება ყოველთვის ასეთი იყო, მე ასე მგონია, მაინც ბევრი არაფერი არ შეცვლა, მთავარი ცენტრი აქ ივანიშვილი და რაღაც გრადაციას პერიოდულად ხო, მაგრამ აი ეს პროცესი ხა რაც ხდება, ხო? შიდაწმენდა ხდება ყოველდღე რაღაც ბრიფინგს უსმენთ პროკურატურაში და ხალხს ვისაც ფულის კეთების საშუალება მისცეს, ახლა იმ ხალხს იჭერენ. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და თავისთავად თუ არის ეს რაღაცნაირად ბერკეტი აქეთა მხარისათვის. ხო, ერთი მხრივ ამაზე რაღაც ტიპის კაპიტალიზება თავიდანვე შეიძლებოდა აქეთა მხრიდან ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა ისიც, რომ არ მინდა რაღაცა ყალბი ილუზია და წარმოდგენები შეუქმნა ადამიანებს, რომ ეს არის თითქოს გამოვლენა იმისა, რომ რეჟიმი არის დასუსტებული და ასე შემდეგ. პირიქით, ეს არის რაღაც ტიპის საკუთარ თავში დარწმუნებულობის გამოვლენა მათი მხრიდან, რომ იმდენად ჯერათ საკუთარი ძალაუფლების სიმყარის და იმდენად შეუვალად აღიქვამენ საკუთარ ძალაუფლებას ამ მომენტში, რომ შეუძლიათ მათ შორის საკუთარი გუნდის მოქმედ თუ ყოფილ წევრებთან ამ ტიპის დაპირისპირების რეჟიმში შესვლა და მათ შორის ვიხმარ ამ სიტყვას გადაკიდება აი 2012-იანი ტრადიციული ამორჩევლისთვის, რომელიც უფრო მეტად ფსიქოლოგიურად, ემოციურად მიბმული იყო საკუთარი მათ შორის პოლიტიკური იდეოლოგიური ხედვებით ღარიბაშვილთან და იმ წინამორბედ გუნდთან. ხო, ამიტომ ეს და ის რაც ხდება მათ შორის თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში ბრალის წარდგენის და გუშინ წინ საღამოს გახარიასთვის გუშინ საღამოს იყო თუ არ ვცდები პატიმრობის შეფარდებით ესეც არის მათ შორის ჩვენთვისაც აქეთა მხარეს მდგომი ადამიანებისთვისაც უნდა იყოს რაღაც ტიპის გაკვეთილი რომ ამ ტიპის რაღაცა რევერანსები რეჟიმთან საბოლოო ჯამში არ მუშაობს იმიტომ რომ გახარიამ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ამ დროის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ხო რაც კი შეიძლებოდა რაღაცა ივანიშვილისთვის საჭირო ყოფილიყო ამ მომენტში ეს იქნებოდა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესვლა საგამოძიებო კომისიაზე მისვლა რომ თავი აერიდებინა რაღაც ტიპის საშელისთვის თუ პარლამენტში შესვლა რითაც დააგვირგვინეს ბოლოს ამ ერთპარტიულად ცხადად აღიარებულ არა ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე მოდი ასე ვთქვათ პარლამენტში შესვლა საბოლოო ჯამში არაფერმა არ იმუშავა და იმის მიუხედავად რომ შეიძლება დანარჩენ სამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას კრძალავენ და ისინი ამას გადაურჩნენ ფორმალურად, ну საბოლოო ჯამში მაინც ფორმალურად ფურცელზე დარჩებიან თუ არა აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს ხო, იმიტომ რომ ობიექტურად ეს პარტია მთლიანად დგას ერთ კაცზე, სახელიც კი რიქვია გახარია საქართველოსთვის, შესაბამისად მისი მთლიან პოლიტიკურად განეიტრალება ნიშნავს რომ არავითარი პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს პოლიტიკურ ველზე ეს პარტია დარჩება თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ მათი
დანიშნულება ამ შემთხვევაში არის ის, რომ ივანიშვილს რაღაც ტიპის ანტურაჟი შეუქმნეს ფონი პარლამენტში და გაჩნდა საპარლამენტო ოპოზიცია და ყოველ შემთხვევაში მრავალპარტიული თუ არა, ეს ერთპარტიული პარლამენტის მოცემულობა რაც ჰქონდა, აქამდე ეგ განეიტრალდა და იქ პრობლემა ამოიწურა. სulis ეს რამეს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში. ხო, ამ მომენტში რამეს პრინციპულად სulis თუ არა ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ რაღაცა დადებით კონტექსტში. მე არ გონია რომ პრინციპულად ყოველ შემთხვევაში ამან რაიმეს ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესზე, თუმცა მათთვის გარკვეულწილად პოლიტიკურ ცხოვრება რაღაც მხრივ მაინც გადაარჩინა, იმიტომ რომ 4 ოქტომბრის ელექტორალური აბსოლუტური და ცხადი წარუმატებლობის შემდგომ ეს იყო მათთვის ერთადერთი გამოსავალი რაღაცნაირად ჩიხში შესული და კუთხეში აღმოჩენილი პარტიისთვის, რომ პოლიტიკური რაღაცა პულსაცია საკუთარი პარტიული სტრუქტურისთვის შეინარჩუნებინათ და შესაძლებლობა ჰქონდათ იმისა, რომ პოლიტიკური ცხოვრება განეგრძოთ ამ რეალობაში. ნიკო, როგორ უყურებს სხვა პარტიების საქმიანობის ნაწილს? ხა აკრძალვის პირობებში რა ხსნის თუ არა ეს ერთი მხრივ შესაძლებლობის ფანჯარას და მეორე მხრივ რა ტიპის ბრძოლის ფორმატებს აუქმებს და რეალურად შეუძლებელს ხდის რომ გაგრძელდეს? პოლიტიკური არაადეკვატურობა და მათ შორის მორალურადაც არასწორი მიმაჩნია იმას საუბარი, რომ ეს რაღაც ტიპის ფანჯარას ხსნის და შესაძლებლობების შანსს აჩენს ახალი პოლიტიკურ ცხოვრების დასაწყებად ყოველ შემთხვევაში რაღაც ტიპის ახალი ძალებისთვის, იმიტომ რომ მე ისევ და ისევ ვიმეორებ იმას, რომ არანაირ შესაძლებლობა და პოტენციალი იმისა, რომ ელექტორალურ პროცესში ეს რეჟიმი დაამარცხო, რა ტიპის ახალი პოლიტიკური კონიუნქტურაც არ უნდა შეიქმნას ახალი პარტიების თუ ძალების გაჩენით ველზე, მე არ გონია რომ ამან რაიმე ტიპის წარმატება ამის შესაძლებლობა შეიძლება იყოს რომ არჩევნებში ელექტორალურ პროცესში ივანიშვილი დაამარცხო, თუმცა შესაძლებლობების ნაწილში ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებრივად აი ეს გამყოფი მექანიზმი, ფაქტორები, რაც არსებობდა კედელი აი ამ არსებულ პოლიტიკურ სპექტრს შორის, მე მგონია რომ ბუნებრივად ამას არ ღვევს, იმიტომ რომ აქამდე თუ არსებობდა რაღაცა ვიწრო პოლიტიკური პარტიული ინტერესებიც მოქმედებაზე, ამ ხაზის გატარებაზე ამბიციები, მე მგონია რომ ამის შესაძლებლობას მთლიანად ანეიტრალებს, ასე რომ რეჟიმის აი ეს გადაწყვეტილება რაღაც მხრივ შეგვიძლია აღვიქვათ აქეთ მხარეს ოპოზიციაში დაგროვებული პრობლემების განეიტრალების საშუალებადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გულისხმობ იმას, რომ არსებობდა გარკვეული ფაქტორები, რომელიც აი ამ ძალებს ერთმანეთისგან აშორშორებდა და ქმნიდა გარკვეულ კედლებს, მათ შორის ამ კედლებს ბუნებრივად ეს უკვე არ ხვევს და ხო ცხადი მოცემულობის აი ამ ძაფრი სურათის წინაშე აყენებს ოპოზიციურ სპექტრსაც, რომ არანაირი რაღაცა პარტიები და ამ ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურები, ამ ტიპის ამოცანები აღარ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ საერთო პოლიტიკური პროცესი, როცა ებრძვი ავტორიტარულ დიქტატორულ რეჟიმს. და ხო, მინიშნება აქვე, რაც გააკეთა პარტიების აკრძალვის დაანონსებისას პაპუაშვილმა, რომ დანარჩენებს იმიტომ არ კრძალავთო, რომ რაიმე ტიპის ასე რომ ვთქვათ, საფრთხეს ჩვენ ძალაუფლებისთვის არ წარმოადგენენო, ოღონდ როგორც კი გაჩნდება იმის პოტენციალი, როგორც კი აუჩნდება რომელიც შეგვეცილოს ძალაუფლებაშიო, ეგრევე მათაც მივაყოლებთო, ესეც არის კიდევ ერთი ძალიან ხისტი დადასტურება მათი მხრიდან, რომ არანაირი რაღაც სამართლებრივი პროცესი ეს არაა და არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონირების საშუალების განადგურების ინსტრუმენტი, მათი მხრიდან ინსტრუმენტად გამოყენებული ეს პროცესი, რომ აღარ დარჩეს რაიმე ტიპის მექანიზმი
აბსოლუტურად ამოიწუროს საარჩევნო გზით ცვლილების, პოლიტიკური ცხოვრების ამ ფორმით გაგრძელებით და საბოლოო ჯამში ყველას აღმოგვაჩენს იმ რეალობაში, რომ აღარანაირი რაღაცა ორგანიზაციული სტრუქტურები, პარტიები და ასე შემდგომ აღარ არსებობს და ყველა ვართ ერთ ჯამში ჩაყრილი და თავმოყრილი და ესე უნდა ვიპოვოთ გზები დიქტატურასთან დაპირისპირების და მისი დამარცხების და საბოლოო ჯამში ეს გზა გადის ცხადია ქუჩაზე, ოღონდ გააზრებულ მოქმედებაზე, მეთოდურად მუშაობაზე ადამიანებთან. ახლა რაც მგონია არის მნიშვნელოვანი, ეს არის რესურსების გაერთიანება, როგორც მატერიალურის, ისე ადამიანურის, ორგანიზაციული სტრუქტურების და ასე შემდგომ, იმისთვის, რომ დავიწყოთ რეალური მუშაობა, იმიტომ რომ კარგად უნდა გვესმოდეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს არ მოსწონს საკუთარი განვლილი გზის კრიტიკულად გადაფასება გარკვეულ რევიზირებაზე უარს ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია გააზრება იმისა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება და ეს რაღაცა მუდმივად, რასაც ბოლს ვუშვებთ, მე ასე ვეძახი ხოლმე რუსთაველზე და ამ ემოციებს სადღაც გამოვხატავთ, მე მგონია რომ აი ეს ყველაფერი სადღაც უნდა აკუმულირდეს ადამიანებში და ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა გაჩნდეს იმისა დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ახლა მაგალითად ტელევიზორებთან ცხეიდან და ქუჩაში არ გამოდიან ბოლო თვეების განმავლობაში, რომ რაღაც ტიპის პროცესი შეიქმნას ქუჩაში, მანამდე მე მგონია რომ მუშაობა არის ამ რესურსების გაერთიანებით საჭირო, მათ შორის სოციალურ მედიაში, მათ შორის პირდაპირ ინტერაქციის გზით ჩვენ მაგალითად წინა გაზაფხულზე გქონდა რუსული კანონის განხილვებისას უნივერსიტეტების ეზოებში ღია ლექციები და ასე შემდგომ შეიძლება ხალხმრავალ ადგილებთან რაღაც ტიპის საინფორმაციო კამპანიების გაკეთება მეტროებთან ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში და ასე შემდგომ ამაზე ფიქრი არის საჭირო, ამასთან დაკავშირებით გარკვეულ ნაწილს საპროტესტო მოძრაობისა გვაქვს ჩვენი ხედვები, არსებობს ასევე იდეები გარკვეული ახალგაზრდული პლატფორმის ფორმირების, რომელიც უფრო მეტ სინერგიას შემოიტანს ამ პროცესში და რეალურად შექმნის შესაძლებლობას იმისა, რომ მეტად მუშაობაზე იყოს ადამიანებთან უშუალოდ ჩართულობაზე და ინტერაქციაზე ეს პროცესი მიმართული და არა მხოლოდ რაღაცა ქუჩაში წინ და უკან სიარულზე შეიძლება უხეშად ჟღერს რასაც ვამბობ და სკანდირებაზე, ხოლო საბოლოო ჯამში უნდა გავიაზროთ ის, რომ ამ გზით არ მიიღწევა რეჟიმის ცვლილება და თუ ვინმეს აქვს ილუზია იმისა, რომ აი ერთ დღეს აი ეს მოწმენდილ ცაზე ამ საპროტესტო კერის შენარჩუნებით 100,000 ადამიანი იქ გაჩნდება და რაღაცას იზავს, ასე არ იქნება. მუშაობა არის საჭირო, გზის ჩვენება ადამიანებისთვის, სად ვართ, საით მივდივართ და ამაზე საუბარი მათ შორის ტელეეთერების საშუალებით და კარგი იქნება თუ ამისთვის მეტი სივრცე და პლატფორმა იარსებებს, რომ დისკუსიების საშუალება იყოს მათ შორის ღია ეთერებში, იმისთვის რომ იმ ადამიანებს, რომლებთაც არ აქვთ ამ პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობა, ისინიც გარკვეულწილად თუნდაც ეკრანს მიღმა მჯდომი ადამიანები იყვნენ აი ამ დისკუსიის თანამონაწილე და მათაც ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მადლობა ძალიან დიდი. ნიკო მანაგაძე იყო ჩვენთან ერთად სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის დამფუძნებელი.